დეა უკვე თითქმის 40 წუთია გლდანის საპატიმროსთან დგანან რეჟიმის პატიმრების მხარდამჭერი ადამიანები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები, მათი თანამოაზრეები, ადამიანები, რომლებთან ერთადაც ისინი კვირების განმავლობაში იდგნენ რუსთაველის გამზირზე და აპროტესტებდნენ ამ ქვეყნის გარუსების არაერთ მცდელობას. აქ არიან ამ დღის და ამ აქციის მთავარი გმირები, დედები, რომლებიც უკვე 40 წუთია აქ თვალცრემლიანებით განან და სწორედ ერთ-ერთ მათგანს გავესაუბრებით. პირდაპირ ეთერში ვართ, რომ გითხრათ, რატომ დგახართ დღეს? აქ პრინციპში გასაგებია, თქვენი სათქმელი რა არის, თქვენი ემოცია როგორია დღეს? აღარ ვიცი უკვე რა ვთქვა. ყოველდღე ვფიქრობდი, რომ დღეს გაანთავისუფლებენ, ხვალ გაანთავისუფლებენ, იმიტომ რომ არაფერი დაუშავებიათ. მაგრამ არა. შეგვპირდა ირაკლი კობახიძე, შეპირდა ბიზნესმენებს, რომ საახალწლოდ გაანთავისუფლებდა პატიმრებს. მაგრამ მორიგი ტყუილი, როგორც ყოველთვის, ისინი არასოდეს მართალს არ ლაპარაკობენ. არ ვიცი, აი დღეს განსაკუთრებულად ემოციური დღეა, როცა ესე ვართ შეკრებილები, განსაკუთრებულად ემოციური იყო, იმიტომ რომ დღეს შეუგზანეთ ბავშვებს საახალწლო ნობათი და ძნელი იყო ძალიან ჩემთვის, როცა გისოსებს მიღმა, აძლევ რაღაც ამანატს და იცი რომ შენი შვილი იქ ელოდება რამდენად რა გაუგზანა ალბათ დედამ ელოდებოდნენ ძალიან რთული იყო რა აი რა ვთქვა არ ვიცი რა აი რა სერჩოდენ ამ ლაღ ბავშვებს ჩემი შვილი ლაღი ცხოვრებით ცხოვრობდა სულ მუშაობდა გვერდში მედგა და ჩამოაშორეს ამ ყველაფერს რა ძალიან რთულია ახალი წელი მაინც ყოველთვის მოლოდინთან, ახლის მოლოდინთან ასოცირდება. თქვენ რა გინდათ რომ აი ამ წელმა მოიტანო? მე ყველაზე კარგი იქნება რა თქმა უნდა თავისუფლება ამ ბავშვების ძალიან ჩქარა. საერთოდ არ მიყვარს ახალი წელი. რაღაცა თუ არ მიყვარს აი ეს რომ ამ რაღაც მაშხალების და იმის ვათქა ბუთქი და ეხლა კი საერთოდ მართლა არ მიყვარს. მაგრამ მაინც მოლოდინი იმისა რომ იქნება და ამ ახალ მოლოდინი მქონდა რომ ახალი წლისთვის ეს ბავშვები იქნებოდნენ სახლში. ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა, მაგრამ გაცრუდა ეს მოლოდინი. აი რას როგორ რა დამთავრდება არ ვიცი, იმიტომ რომ არ მაქვს არაფრის იმედი ამ მთავრობისგან რა. არ მაქვს რა ვქნა. მადლობა. უსმენდით რეჟიმის პატიმრის დედას და აქ არიან სხვა დედებიც და მაქსიმალურად ვეცდები რომ მათი პოზიციაც მოგასმენინოთ. არ სურთ საუბარი და პრინციპში ემოციურიც არის და გასაგებიც არის ეს. კიდევ ერთი დედა იმყოფება ჩვენთან ერთად. პირდაპირ ეთერში ვართ. რამდენიმე სიტყვა რომ გითხრათ თქვენი ემოციის შესახებ, დღევანდელი დღის შესახებ და რას ეტყოდით თქვენს შვილს უპირველეს ყოვლისა, რომელიც ახლა სწორედ აი ამ საპატიმროში? ჩემ შვილს ვეტყოდი რომ ძალიან მიყვარს ზვიად. ამ აქციებმა ერთი რაღაცა დამანახა. საქართველოში დაიბადა დიდი სიყვარული და დიდი ოჯახი. ისე გავერთიანდით რომ იმდენი ხალხი შემიყვარდა და იმდენ სიტევს ეს გული რომ ენი დაუწერელი. ზვიადის რა სითბო და სიყვარული ქონდა გადაედო ყველა აი მოედო ყველგან. ვერაფერიც ვერ გვიქნეს. პირიქით უფრო გაგვაერთიანეს, უფრო გაგვაძლიერეს. ახლა ხანდახან სიხარულის ცრემლებიც მაქვს და რო ყველა გვერდში გიდგას ემოციებმა მომეზღვავა. ყველაფერი კარგად იქნება. იმედი მაქვს აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება. გული მეუბნება ამას 100%-იანად ვიცი. დარწმუნებული ვარ. ყველანი მიყვარხართ ბავშვებო, ყველანი ჩვენი შვილები ხართ. გამაგრდით ყველაფერი რიგზე იქნება. გეხუტეთ ყველას. სად აპირებთ აი ამის შემდეგ წასვლას სად გადადიხართ? სად იმაზე თავისუფლების მოედანზე სად წავალთ? ყველა იქ დიდი ოჯახი ვართ ჩვენ. იქ ხანდახან გაუთვეცნობრიებლად რო რაღაც საქმე აღარ მაქვს პირდაპირ მივდივარ და შუა გზაში გამახსენდება რომ მივდივარ აქციაზე. ეს ისე ჩვეულებრივ საქმეთ იქცა ჩვენს და ყველა მაგას ლაპარაკობს. დიდი ოჯახი ვიკრიბებით თავისუფლებაზე. მადლობა ამისთვის თავრობას რომ გაგვაერთიანა და გაგვაძლიერა. მადლობთ. უსმენდით ზვიად ცეცხლაძის დაფიონის დამფუძნებლის დედას. ასეთია აქ სიტუაცია პერიოდულად ისმის სიმღერები აქ წაიკითხეს წერილები, რომლებიც რეჟიმის პატიმრების მეგობრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მათმა მხარდამჭერებმა მათთვის სოლიდარობისთვის დაწერეს. ეს წერილები უკვე შეგზავნილია მათთან საპატიმროებში, ნაწილი კი, რომლებიც ყველაზე სიმბოლური და ემოციური იყო, აქაც წაიკითხეს აქციის მონაწილეებმა. ეს ადამიანები დგანან აპირებენ, რომ სიმბოლურად ამ ახალ წელს სწორედ აქ გლდანის საპატიმროსთან შეხვდნენ.